მოგესალმებათ შაბათის მებაღე. ეს არის ძირითადი კლუმბა. როგორც ხედავთ, ჩემი კამპანულები გაიხსნა სრულად. ამას აქვს ქვემოთ როზეტები, რომელიც მთელი ზამთარი, მთელი წელი მარადმწვანეა. მხოლოდ აი ერთხელ იკეთებს ესეთ თეთრ მაღალ ყვავილედებს. შეგვიძლია გადაყვავილების შემდეგ მხოლოდ თქვათ ნაწილი წავაჭრათ და ხელმეორედაც მალევე იყვავილებს, თუმცა ესეთი ეფექტური აღარ არის. ნიადაგ მფარავი მიხაკი. მას უცნაური თვისება აქვს. ესეც მარადმწვანეა, როგორც გახსოვთ. ყოველ წელს სხვადასხვა ფერია. არის ხან ესე ჟოლპოსფერი, ხან ვარდისფერი, ხან ოდნავ სტაფილოსფერი დაკრავს. აი დგელა. უკვე სრულ ყვავილობაში. ამას წინიდანაც გაჩვენებთ. როგორი სასიამოვნოა თბილისის ხმაურის მერე ამ ნეტარებაში მოსვლა. თუმცა მე თბილისიც მიყვარს მისი ხმაურით, დინამიური ცხოვრებით, სწრაფი, მოფუსფუსე. მიყვარს თბილისი. აქ მაქვს ვარდი, ბალერინა, სპრეი ვარდი, თუმცა ჩემთან არ ყვავილობს. აიყურეთ, ხოსტა ცოტა ზემოთ ავწიე, ქვედა ფოთლების რო შემომეცალა, გოგინები აღარ აწვრებოდნენ. ნაწილი შემოვაცალე, ნაწილი კიდევ უნდა შემოვაცალო. აი როგორ ყვავის ირლანდიული ხავსი. საყვარლები. იმედია, აი ეს ერთი ცალი პეტერე ფოთანი ვიყიდეს. პეტერე ფოთანი რასანერგებთან დავყავი შარშან შემოდგომას, ესე გადავანაწილე და ეს უცებ დაფარავს აქაურობას, უცებ გაიზრდებიან. ჩემთან ედემის ვარდმა დაიწყო ყვავილობა. იცით, სანამ ედემის ვარდთან მივალთ, გაიხსნა დელფინიუმი, კამპანულებიც გაიხსნება მალე. ეს დელფინიუმი ჯერჯერობით ლოკოკინები არ მისულან მათთან და ხრეში შემოყრა, მე მგონი ამართლებს შერჯერობით, ნახოთ რა მოხდება. ძალიან ებრძვიან ამათ ლოკოკინები. ეს უფრო მაღალი იქნება ეს პატარა შერჯერობით და გამრავლდება სეზონის ბოლომდე. იწყებს ყვავილობას პირია, გრაკლა, ეს წითელი ფერის არის. აი მოიცათ კიდე ერთი რიგელა ფლორიდა ნანა პურპურეა. აი სამთავრებს გონი ყვავილობას. და ერონიკა ხსნის ყვავილს. როგორც გითხარით, მე ვტოვებ ყაყაჩოს, სადაც დაითესება. ტოვებ ხოლმე, რომ გონი მწყდება, რომ აქ ველური მდელო, რომ ვნახე პირველად.
ამ დროს გვირილები და ყაყაჩოებით იყოს ავსა. იქნება ჩემგან მაინც დაითეს. გაიზარდა მისკანტუსი ზებრინუსი, წამოვიდა, გახსნა ფოთოლი ირმის რქამ. ჯერ არ დაუწყია ჩემთან ყვავილობა ლავანდულებს და ლავანდებს. გახსნა ყვავილი ედემის ვარდმა, აი შეხედით რამდენი კოპრები აქვს, ჯერ კიდე ბოლომდე არ გახსნილა. როგორც გითხარით, ამას მე ვზდი ბუჩქად. უყურეთ, აი ესე ხსნის, აი სურნელი ფაქტიურად არ აქვს ყვავილს. მერე ვარდის ბრდება, არ არის მაგ ფაზაში და მერე აი მთლიანად ფაქტიურად თეთრდება. ეხლა ფიზოკარპუსებიც ყვავიან და მოდით ნახოთ რა ხდება როზარიუმში. ჯერჯერობით ჩემთან მხოლოდ რამოდენიმე ვარდი გაიხსნა. ასე რომ მინდა განახოთ, ვისაც არ ჯეროდა ჩემი ღვინის საწინააღმდეგო მორწვა რა დღეშია გარგარი. რამდენი ასხია. თუმცა ვანილიოზი აქვს. აბა რა იქნება ამდენი წვიმებისგან. არა მარტო გარგარი. არ ვუჩივი წელს, ხილს ერთადერთი ამ ამინდობის გამო, წვიმაქარის გამო, აი ადამიანსაც როგორ ასხია. ეს არის დონაცია ადამი. ამ ამინდობის გამო ერთადერთი ბალმა ბევრი გაიკეთა ჩანასახი, მაგრამ სამწუხაროდ დამტვერვა ვერ მოხერხდა, რომ დაესრულებინა. ეს არის ყველაზე სურნელოვანი ვარდი დონჟუანი. ეს შევუკვეთე მე წითელი. ხუი არა, არ ვიცოდი რომ არსებობდა ვარდისფერიც და მომივიდა ვარდისფერი. სიმართლე გითხრათ, აქ ვარდისფერი არ მინდოდა. მაგრამ უხდება იცით ფერში ამ Lady of Shallots. ყველაზე სურნელოვანი. მერტო ჩემო ძველი ვარდის სუნი აქვს. ეს ამ ვარდზე ვგიჟდები Lady of Shallots. ეხლა რომ დაიწყებს ყვავილობას, მთელი სეზონი არ გაჩერდება. თავარია დავეხმარო გადაყვავილებული გადავჭრა. აქ მაქვს ყვითელი ზამბახები. არ ვიცი, ეს მე მგონი ციმბირული ზამბახებია. ჩემფერთა გამას არ უხდება, მაგრამ ესე აღმოჩნდა, რას ვიზამთ. აი აქ დამიზიანეს, ნახეთ რაღაც დამცავი ისინიც მაქვს ჩარჭობილი. ორი ძლიერი ვარდი მქონდა და დამიზიანეს ძაღლებმა. აი ეს არის Golden Celebration, აქ ქონდა თომას გრეხემი. და ვფიქრობ ეს მოუხდება Lady of Shallots. Lady of Shallots ძალიან სასიამოვნო, აი ნაზი სუნი აქვს იმ ვარდისგან განსხვავებით, დონჟუანისგან განსხვავებით. დონჟუანს აი თუ გახსოვთ ძველი სამურაბე ვარდების სუნი აქვს. ეს არის ინდიგოლეტა. საყვარელი, ძალიან მომწონს. ვფიქრობ იქითაც Lady of Shallots მაქვს და ფერთა გამა ესაც აქაც მოუხდება. როგორც ხვდებით, ამ ადგილს ახლა ხანს ვაკეთებ. აქ მაქვს ჯერ პატარები არის ლავანდულები, როზმარინებიც პატარებია შედარებით აი ადრე დაწყებული კლუმბის ნაწილისგან განსხვავებით გაიზრდებიან ესენიც. ეს ახლა ხანს შევიძინე კარადონა შალფეისალბი. მაგრამ ამის გარდა მე აქ მაქვს ეს ყურეთ, ყველა ყვავილი როშევა ძალაში ამ დროს ჩემთან აყვავდება ლავანდულები. აი, გვერდშია. და ვფიქრობ ძალიან მოუხდება, იმიტომ რომ ლავანდების ყვავილობას არ ემთხვევა. აი ეს ვარდი რო გაიხსნება, ეს არის ვალენტინო რედი თუ იცით ესეთი წითელი.
უფრო აი ბროწეულის ყვავილს გას, მაგრამ ფლად ეგეთი არ არის. აი ესეთი ვარდია ძალიან მომწონს. ეს ჩემი რუგელდა, როგოზას ტიპის. ნუ ჯერ ყვითელია, ჯერ ფლად ყვავილობაში არ არის და აი თუ გახსოვთ ამის ამონაყარს ვებძვით რა. ნახოთ რითი დამთავრდება ჩემი ეპოპეა. ესაც არის მოცისფრო ვარდი, love song. შეუმჩნეველი სურნელი აქვს. ესაც უცდილობს ყვავილობას, თუმცა აი ეს ჩაის ჰიბრიდული ვარდის მიუხედავად იმისა, რომ შრაბია, ნუ ფლორიბუნდა არ არის, რამდენიც არ უნდა დაწერონ. ფლორიბუნდა ვიცით, რომ ერთ ყლორზე ბევრ ყვავილს იკეთებს. ნუ არ არის ეს რა ბევრი, ეს უფრო ჩაის ჰიბრიდულ ვარდივით იქცევა ყვავილობაში. მაგრამ მთელი სეზონი ყვავილობს. განსხვავებით რამბლერებისგან. აი ემოცნაური რამბლერის სახელი არ ვიცი, აი ესე ტევნებად რო ყვავილობს. ეს ყველასთვის ცნობილი პომპონელაა და ვიცით ყველაზე გვიანი ყვავილებს. ალიბაბა, ხო. ალიბაბა ესეთი ორაგულისფერია. არ მომწონს ეს ვარდი. მაგრამ აქ მაქვს რაღაც საოცრება, რომელიც ჯერ არ ყვავის. რამბლერი ერთხელ ყვავის. ეხა ეს რო გაიხსნება, სულ თეთრად დაიფარება ეს ცოცხალი ყოფა. აქეთ მხარეს მაქვს და რადგან მომეწონა გავაკეთე ამ ღობის სიმეტრიულად მეორე ბოლოშიც. და აი აქ ჩავრგე კიდე ახალი ვარდები მაქვს. რამბლერი ვიცით რომ ერთხელ ყვავის, თუმცა ანუ ეს რამბლერი ყვავის განმეორებით, ეს არის გერლანდიამური, ისევ თეთრია. იქ რო ნახეთ ერთი თეთრი რამბლერი, იმის შემოსასვლელი ჭიშკრის ერთ მხარესა და მეორე მხარესაც მინდოდა იგივე და რა თქმა უნდა თეთრს შევუხამე ვარდისფერი, ესაც ედემის ვარდების კატეგორიიდან არის, ოღონდ არა ხვიარა, არამედ ბუჩქი და ეს არის ედემ რომანტიკ. ფერი იგივეა. აქ ვიცით რომ 9 ტყავების ცოცხალ ღობეს ვაკეთებ, დროებით აი ესე ვიცავ თავს ძაღლებისგან. ყვედიდა რომ უძრებიან, ესენი გაიზრდებიან. მინდა სადღაც მეტრა 20-ზე სიმაღლე. და მე ძაღლები ვეღარ შეგვიძლენ. მე როგორ გამოიყურება აქედან ძირითადი კლუმბა. ისეთი სურნელია მადრობელი. თუმცა ჯერ ჩემი როზარიუმი სრულ ყვავილობაში არ შესულა. აი ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფეიხუა. მეორე ფოთოლშია უკვე. ამას თითქოს დაზიანებული ტოტები მოვაშორე, ცოტათი შედარებით დაუცველ ადგილზეა და მე ამ მცენარის საზღვრო ზონაზე ვარ, ანუ მე-7 ზონაში. ჩემთან ეს არათუ მარაწვანე ყველა ყინვასაც ვერ უძლებს, აქ რაც არის. რადგან ცოცხალია, მინდა სტიმულაცია გავუკეთო. სტიმულირებას უკეთებ ჩვეულებრივი ქარვის მჟავის ტაბლეტებით, რომელიც აგერ ბატონო აფთიაქში იყიდება. 1 ლიტრაზე უნდა 1 ტაბლეტი, ხო, 1 ლიტრაზე. წინასწარ დავფხვენიეს. ერთი ხელით მეჭერს. ეს არის სტიმულატორი. ანტისტრესი,
ამ მცენარესთან მე გაზაფხულზე შეტანილი მაქვს საკვები. კომპლექსური, ასე რომ საკვები მას არ ჭირდება. ეხლა უბრალოდ დავეხმარები, რომ ფესვებმა მოახერხონ უკეთ ათვისება უკვე ნიადაგში მყოფი საკვების. როგორც ყოველთვის ვიცით ხომ, სანამ რამე საკვებს ან წამალს ვაძლევთ მცენარეს, ნიადაგი უნდა იყოს კარგად მორწყული. მაშას ეს დიდი არაფერი და არც ბევრი რამე უნდა ამას. სულ ეს არ. ჩემთან დაითესა ცერცვი. თავისით. ვარკვიე, ნაღდა ცერცვია. ინგლისურად broad beans. ინგლისური საიტებიდან გავიგე, მე ქართველ გოგოებს კითხე. სპეციალურ ჯგუფში მებაღეობის და ამიხსნეს, რომ ეს არის ცერცვი. ანუ ყველაზე მსხვილი ბარდა. მე მგონი ამ მდგომარეობაში შეიძლება დაიკრიფოს, მოიწალოს ზეთთან, მარილთან ერთად, ან რამე წვნიანში, ან სალათაში. მე მინდა დავამწიფო და უკარო ბოსტანს ვაკეთებ. სადო იქ მოვიყვანო. ეს საქართველოში მე არ შემხვედრია. და იცით რომ მე არ მაქვს დიდი გამოცდილება ბოსტნის გონის. საერთოდ არ მაქვს. და მინდა უცხო რაღაცები გავაკეთო ბოსტანში. ჩემ ბაღში აღმოჩნდა ველური ორქიდეა. ბი ორქიდ. ანუ ფუტკარა. რამოდენიმე ცალი. როგორ ჩანს, რო ითიბება, ნუყიერდება მიწა. ვუვლით ამ ყველაფერს. შეხედეთ მართლა ფუტკარს გავს. ხო გაჩვენეთ. ცერცვი დაითესა. ველური ორქიდეა დაითესა. ეს უკვე ფაქტიურად ზრდასრული ყვავილნარია. არ შეგეშინდეთ ყვავილნარის გაშენების. ახლა გაჩვენებთ ეს სილამაზე როგორ იწყება. ესეთი მახინჯი დამცავებით იწყება ყვავილნარი. და თითქოს არ ჩანს ჯერ აქ რა არის, ხო? რომ აქ კარკასია შექმნილი ზამთრის ჟასმინისგან, ეს რომელიც ადრეულ გაზაფხულზე ყვითლად ყვავილობს. ეს დიდ ბუჩქებად იქცევა ჩემთან და ალბათ ხვდებით, რომ ეს მრგვალი იქნება. ჯერ უნდა ვაცალოთ. ესე გამოიყურება ჯერ კიდევ. უკვე გააზრებული შექმნილი ყვავილნარია ყველაფერი. ის არის როგორც საჭიროა. შეიძლება რამე დავამატო სეზონური ინტერესისთვის, მაგრამ ჩონჩხი ამ ყვავილნარისაც უკვე შექმნილია. ხომ შეუხედავია.
მაგრამ იქნება ლამაზი. აკანტოს მოლის ეს ეთყობა რაღაცა დავაზიანეთ აქ ისინი უფრო ცოცხლად გამოიყურებიან. ეს იზრდება მაღალი თუ ვიპოვე ჩავდებს სურათს ლამაზი ყვავილებით სებრიფოლიასას თეთრი ფუმფულა ყვავილები აქვს. ნუ ფაციას ყვავილები. თვად მოსაწონიც არ არის, მაგრამ ფოთოლი ფანტასტიკურია. უკან არის ეონემუსები. აქ ეონემუსების ცოცხალი რუბე იქნება და ქვეშ აი ამ დამრეცის ფერდობის გასამაგრებლად გავუშვი ვინკა. ვინკა მე ხალხს დაამთავრა ყვავილობა. აი დაითესება აგრეთვე ვერბენა ბანარიული. ой, პატარა ლოკოკინების ადამძვრალან. ეს არის ტენოისიმა სტიპა, პონიტეილ, ანუ პონის კუდი. აქ არის ლილეინიკები წითელი, როგორც გითხარით, ყაყაჩოებს ტოვებ მაქსიმალურად, რომ არ გაწყდეს მისი თესლი ამ მდელოდან. და აქ ჯერ კიდევ პროცესში ვართ. ეს იქნება დიდი ლავანდებია ეს ინგლისური მაღალი. ერთი ბეწობუჩკი იყო თუ ნახავთ წინა სურათებს, წინა ვიდეოებს. ნახეთ რამ ხელა და ჯერ კიდე გაიზრდება ყვავილედებს რო გაიკეთებს. აქ მაქვს მარწყვები. ეს მომწიფებულა. ლაბოთხუზუნალეს. ყვახია, შემდეგ გამოსვლამდე ამას შეჭამს ვინმე, ასე რომ ჯობია მე ჩავიდგარო ბერი. აი. ძამე მარწუნები. აქ ესენი დამულჩვა მინდა რომ სუფთად იყოს მიწას არ ეხებოდეს. მოვახცევ აქამდეც. და აქ კეთდება ბოსტანი. ეს ნუ ფიქრობთ რომ დაულაგებელია. აქ რაზე ძდევს ეს ბლოკები? იქ ქვეშ მაქვს კორდონები და რაღაცები დაწყობილი მიწა დარბილდეს, რომ მე გამიადვილდეს მისი გასწორება. აქ ხომ ვიცით, ამაში მაქვს ბალახის ნაყენი, რომელსაც აქტიურად ვიყენებ მცენარეების გამოსაკვებად ბუნებრივი კვებისთვის. აგრეთვე მაქვს აი ეს ჩემი ეს ისეთი ადგილია, ვერავინ ვერ ხედავს და აქ არის ჩემი კომპოსტი. ასე მირჩევნია, სუნი არ აქვს, ამურება არ უნდა, არაფერი, თვითონ დაკომპოსტირდებიან, მშვენიერი კომპოსტი გამოდის. მოკედ ეს არის გაბედით, თავიდანვე ყველაფერი ლამაზი არ არის. სილამაზე იქმნება ნელ-ნელა. აი ესეთ უკან რა ფონი მაქვს, ხო ხედავთ? გარაფერია. ყველაფერი გამოიცვლება. თქვენ რო გენახათ იმ ძირითად კლუმბაზე რა ხდებოდა? მეყარა ნაგავი, მშენებლობის, ზედ კორდონების ქვეშ ნაკელი. ამ კორდონებზე მთელი სამშენებლო ბლოკები და დიდი ქვები, რომ ეს კორდონი არ გაფრენილიყო, უკაცრავად მოყავა. ასე რომ ყველაფერს თავისი რო აქვს. ამჯერად დაგემშვიდობებით, გისურვებთ ლამაზ ბაღებს, მშვენიერ ცხოვრებას, შვიდს, წყნარს, არაპოლიტიზირებულს, რომ აღარ დაგჭირდეს პოლიტიკაზე ფიქრი და საუბარი. თქვენი შაბათის მებაღე.